ისე ყურადღებით მოусმინეთ ამ ვიდეოს საწყის ეტაპს, რადგან დასაწყისშივე გაიგებთ ვის ეხება ეს კონკრეტული ჩანაწერი. ისე ძალიან ბევრი ტერიტორია ადრე არ იყო თბილისის შემადგენლობაში, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში შემოუერთდა თბილისს და თუ შენი ნაკვეთი ადრე შედიოდა მაგალითად გარდაბნის, მცხეთის ან რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში და დღეს უკვე ეს არის თბილისის ტერიტორია და შენ გაქვს სააგარაკე ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციასაც ეხლა ითხოვ, გამოდის რომ შენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის მოსმენა, რაცაც ამ ვიდეოში ვისაუბრებთ. და რატო? ესე იგი არ აქვს მნიშვნელობა თავის დროზე, როდესაც სააგარაკე ნაკვეთი მიიღეთ, სამშენებლო პროექტი აიღეთ, ააშენეთ თუ არა ეს ნაკვეთი, არსებული რეგულაციის მიხედვით არსებობს ძალიან მკაცრი, ჩვენთვის გაუგებარი და დაუსაბუთებელი, მაგრამ ასეთი მკაცრი მიდგომა არსებობს, რომელთან შეჯახებაც მოგიწევთ ყველას, რომელიც ამბობს, რომ ვერ დაგირეგისტრირებს საკუთრებას, რადგან საჭიროა მოხდეს ლეგალიზაცია ტერიტორიის. ლეგალიზაციისთვის მიდიხართ მუნიციპალიტეტში, თბილისის მერიაში, თხოვთ ლეგალიზაციას, მაგრამ ხდებათ აქ ისეთი ჩიხი, რომ საკუთრების ამ ნაწერის გარეშე ფიზიკურად ვერ ახერხებს ადმინისტრაციული ორგანო მოახდინოს ლეგალიზება ამა თუ იმ ტერიტორიის. ან ჩაკეტილი წრე არის, რომელ წრეზეც გაიძულებენ, რომ იაროთ ისე, რომ არანაირ გამოსავალს არავინ არ გთავაზობთ. ან წარმოიდგინეთ, საჯარო რეესტრი გეუნებათ, რომ მომიტანენ მტკიცებულება, რომ ეს გიცნეს ლეგალურად, მერიამ გიცნო და მერია გეუნება, რომ ვერ გიცნობ ამას ლეგალურად, იმიტომ რომ საკუთრების ამონაწერი არ აქვს. ხო, რა ხდება ასე დროს ძალიან ბევრი რა თქმა უნდა ჩაიქნევს ხელს და ჩათulis, რომ რაღაც ამ ჩიხიდან გამოსავალი არ არსებობს. და რეალურად არსებობს ძალიან მარტივი და საინტერესო გამოსავალი, რომლის თქმაც არავის არ უნდა და ეს მოთხოვნები უნდა დააყენოთ თქვენ. ეხლა ერთ-ერთი მებაღეობის მაგალითზე შევეცდები, რომ ნათელი მოვფინო ამ გამოსავალს და თქვენთვის ხილული გავხადო ის მოთხოვნები, რაც გაგაჩნიათ და რომელიც უნდა დააყენოთ ყველამ და ეს მოთხოვნები, სწორი და ჯანსაღი მოთხოვნები დაასრულებს ამ განმკითხაობას, რომელსაც გთავაზობენ და გაძალებენ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ორგანოები. აი მაგალითად ეხლა მაქვს გაშლილი ერთ-ერთი მებაღეობის განაწილების გეგმა და ორგანიზაციული ნახაზი. ამ განაწილების გეგმაზე თუ კარგად დააკვირდებით, არსებობს ნაკვეთები, რომელსაც უბრალოდ ნომრები ახატია, აი მაგალითად 295, 297, 298, მაგრამ არსებობს ნაკვეთები, აი მაგალითად 296, სადაც დატანილია ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე არსებობდა რაღაც შენობა ნაგებობა, ან გაცემული იყო დოკუმენტი, ამ შემთხვევაში სამშენებლო პროექტი, რომლის საფუძველზეც აქ სახლის არსებობა უკვე შეთანხმებული იყო იმ მუნიციპალიტეტთან, რომლის შემადგენლობაშიც ადრე შედიოდა თქვენი ნაკვეთი. აი კიდე ერთხელ საილუსტრაციოდ გადავშლი, აი მაგალითად ხა ქვედა ზოლში, ხო? არის 296, 297, 298, 299 ეს ცარიელი ნაკვეთები და აი გვაქვს 291, სადაც დატანილია ინფორმაცია, რომ იყოს სახლი. 292-იც იყო სახლი. და აი ასეთი ინფორმაციები არსებობდა ყველა ასეთ რეგიონზე. ანუ აღწერის დროს და განაწილების გეგმის შედგენის დროს დაიტანებოდა ინფორმაცია იმ ნაკვეთების შესახებ, სადაც არსებობდა შენობა ნაგებობა და ინფორმაცია ისეთ ნაკვეთებზე, სადაც უბრალოდ უფლება ჰქონდა ადამიანს, მაგრამ შენობა ნაგებობა არ არსებობდა. შესაბამისად, ყველა ისეთ ნაკვეთზე, სადაც მოიპოვება მსგავსი ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვიტყვი განაწილების გეგმაზე, რომ თქვენ ნაკვეთზე დატანილი იყო ინფორმაცია შენობა ნაგებობის შესახებ, აი მსგავსი ტიპის ჩანაწერები, ხო? ეს გააძლევთ უფლებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია დღეს წარმოადგენს თბილისის საკუთრებას, მასზე არ გაავრცელებინოთ ის წესები,
არც საჯარო რეესტრს და არც თბილისის მერიას, რომელსაც სტანდარტულად გაავრცელებდა სხვა შემთხვევაში. ანუ თუ მე შეთანხმებული მქონდა თავის დროზე სამშენებლო პროექტი და აშენებული მქონდა კიდევაც და ჩემზე გაცემული იყო ეს დოკუმენტაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით კიდევ ეს ვიღაცის თანხმობას და ვიღაცის ლეგალიზებას აღარ საჭიროებს. ოღონდ ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავისთვის არავინ არ გააკეთებს, ეს მოთხოვნები გაქვთ დასაყენებელი თქვენ და ყველა ამ პირს, ვისაც მსგავსი მოცემულობა გაქვთ, შეგიძლიათ აი ეს წესრიგი გამოიყენოთ, ეს რეგულაცია და ეს თავს აგარიდებინებთ იმ პრობლემებს, რომელი პრობლემის წინაშეც გარდაუვალად დადგებით და პრაქტიკულად გამოსავალი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ადმინისტრაციული ორგანო რეგისტრაციაზე უარს გეუბნება, იმიტომ რომ ითხოვს ლეგალიზაციის დოკუმენტს და მერია ლეგალიზებას ვერ ახდენს, იმიტომ რომ არ არსებობს საკუთრება. შესაბამისად არის ჩიხი და არასდროს ეს საქმე თავისთვის არ დასრულდება. ეს საქმეები შეგიძლიათ დაასრულოთ მხოლოდ თქვენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე რთული და ცუდი რაც არის ამ მოცემულობაში, არის ის, რომ 2025 წლის შემდეგ ყველა ასეთი ქონება ავტომატურად გახდება სახელმწიფო საკუთრება და თქვენ არ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ ეს გასაკეთებელი საქმე რაღაც დროში გადადოთ და კიდევ გაწელოთ და შეეცადეთ თქვენი მოთხოვნები დააყენოთ რაც შეიძლება სწრაფად 2025 წლის დასრულებამდე. წარმატებებს გისურვებთ ყველას.